მაპატიეთ. ამრიგად სასამართლო განიხილა საჯარო სხდომაზე, მე ვიყავი მეტის მეტად საჯარო სხდომაზე. იცებულებები, რომელიც წარმოდგენილი იყო მხარეთა მიერ. ვფიქრობ თქვენ, რომ დადასტურდა, რომ ადგილი ჰქონდა შეკრების დაშლას ძალის გამოყენებით პოლიციის მხრიდან. აქ არ იგულისხმება იარაღის ძალით, აქ იგულისხმება ფიზიკური ძალით, იმიტომ რომ შეკრებილთა უმრავლესობა წარმოადგენდა ქალებს და ამ ქალებს არ ჰქონდათ არავითარი იარაღი. ისინი არ იყვნენ განწყობილი აგრესიულად. ეს იყო სრულიად მშვიდობიანი შეკრება, რომელიც მიმდინარეობდა მუსიკის გალობის თანხლებით. ამ შეკრების აკრძალვა, მისი დაშლა, ან მისი დაშლის განხორციელება ძალის გამოყენებით არის კანონით აკრძალული და ამგვარი მოქმედება უნდა ჩაითვალოს უკანონოდ. ამიტომ ჩვენ მიგვაჩნია, რომ პოლიციელთა მისვლისას, პოლიციელთა მხრიდან მათი დამოკიდებულების გამოხატვა იმაში, რომ ეს რელიგიური უმცირესობა თუ რელიგიური მიმართულება თუ ჯგუფი არასწორია თავის მრწამსში, უკანონოა, იმიტომ რომ არავის არ აქვს უფლება ჩაეროს სხვის რელიგიურ მრწამსში, სხვის რელიგიურ პოზიციაში. როგორც რელიგიური თვალსაზრისით, ისევე ათეისტურობის თვალსაზრისით და ეს უფლებაც ასევე დაცული გახდა და ეს უფლებაც ასევე პრიორიტეტულია იმ უფლებასთან შედარებით, რომ პოლიცია ვალდებულია და ეს მისი მოვალეობა განახორციელოს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა მის სამოქმედო ტერიტორიაზე. ჩემს ამ მოსაზრებას მე ვახუძნებ კანონზე შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ. ეს არის ეზო, რომელიც დაადასტურდა ძალიან ხო ეს გაითვალისწინეთ. ჩვენ ცხოვრობთ მე-20 საუკუნის ბოლოს, როდესაც უნდა შევეჩვიოთ ცივილიზების აგვისტო 99 წელი ქალაქი თბილისი. თბილისის გდარი ნაზარათების რაიონული სასამართლოს მოსამართლე საბიაშვილმა თამრიკო ბარდნოვის მდივნობით, ადვოკატების მუხა შავრიას და ჭავჭავაძის მონაწილეობით 17 აგვისტოს 99 წლის განვიხილე საქმე ზაალ და ნინო ტყეშელაშვილების, მარია და გელა შარიხადიების, კახა და მადონა ბერიძეების, ნინო და ცირა ყაზიშვილების, შოთა და მაკა ყარადაშვილების, მანანა ანთიძის, ნინო ვასიშვილის, პეტრე დიაკონიძის, ჟენია მელაძის,
ლელა გურაშვილის, მარინა ზარდიაშვილის, ცისმარ ხებიაშვილის, ჯონ იანვარაშვილის, გოჩა ლალებაშვილის, დათო კუტალაძის, ევა მაჭავარიანის, მარინა შარიკაძის, დათო ძებისაშვილის, ხათუნა მსხალალაძის, ლამზირა აბრამიშვილის, სარჩელისა გამო საქმე გლდანის რაიონის პოლიციის მუშაკთა მხრიდან შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონის დარღვევის ფაქტის აღიარებისა და პოლიციის მუშაკთა მხრიდან მოქმედების არაკანონიერი ცნობის თაობაზე. გადავწყვიტე სარჩელი არ დაკმაყოფილდეს გლდანის რაიონის პოლიციის მუშაკთა მოქმედება არ იქნას აღიარებული არაკანონიერად. თავისუფალი ბრძანდებით დამთავრებულია. Sa.